მათეს სახარების განმარტება. თავი 22. და მერმე მიუგო მათ იესო იგავით და რქვა: ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმა ყო ქორწილი ძისა თვისისაი, და წარავლინა მონანი თვისნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არაინებეს მოსვლად. ყვალად წარავლინა სხვანი მონანი და რქვა: არქუთ ჩინებულთა მათ, აჰა ესერა პური ჩემი მზამიყოფიეს, ზვარაკები და უსხები ჩემი დაკლულარიან და ყოველივე მზარს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ ყვეს და წარვიდეს, რომელიმე თვისსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თვისსა. ხოლო სხვათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყვიდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა ესმა რა იესე და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის მკვლელნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწვა ცეცხლითა. მაშინ რქვა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზარს, ხოლო ჩინებულნი იგი არაღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოვოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი რაოდენი პოვეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინახითა, ხოლო შერაივიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე, და რქვა მას: მოყვასო ვით არ შემოხვედ აქა, რამე თუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე. ხოლო იგი დუმნა. მაშინ რქვა მეუფემან მან მსახურთა თვისთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ხრჭენა იკბილთა, რამე თუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ რჩეულნი. მაცხოვრის ეს იგავი არის პასუხი ფარისევლებისა და ებრაელი ერის უხუცესებისადმი მათ მზაკრულ განზრახვაზე ხელში ჩაეგდოთ უფალი იესო ქრისტე. იგავი იმას მიანიშნევს, რომ ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს უბრალო ხალხი, რომელიც გულწრფელად და სიხარულით მიიღებს მაცხოვრის სიტყვებსა და სწავლებას. ამიტომაც გეუბნებით თქვენ, წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრეს. როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას, და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ცათა სასუფეველი ეს არის ღვთის ძის ქორწინება, სიძე არის ღმერთი, ლოგოსი უფალი იესო ქრისტე, პატარძალი მის მიერ შექმნილი ქვეყანა. ღმერთი ლოგოსი არის სული და სიცოცხლე და ყველა ქმნილების სინათლე. ყოველი ქმნილება დაქორწინებულია ღმერთზე, ლოგოსზე. მათ შორის არსებული სულიერი ერთობა სრულყოფილია. ყველაფერი რაც ცოცხლობს, ცოცხლობს ღმერთით. ყველაფერი რაც არსებობს, არსებობს ღმერთით. მაგრამ ცოდვამ დაარღვია ეს ერთობა, დამოკიდებულება და ჰარმონია. ცოდვის მეშვეობით ქმნილება სატანის ხელში ჩავარდა, რომელიც ცოდვისა და ბოროტების მთავარი შემოქმედია. ყოველი ცოდვილი და ცოდვის მოყვარული ქმნილება სინანულს გამოთქვამს უფლის მიტოვების გამო.
ცოდვით საბოლოო განადგურებისა და ჯოჯოხეთისაგან საკუთარი ქმნილების დაცვის მიზნით ღმერთი განკაცდება. ყველაფერი, რაც მის განკაცებას მოჰყვება, არის ერთადერთი სინათლე და სიხარული ამ ქვეყნად. ღვთისძის ქორწილი არის ერთადერთი სიხარული და სინათლე, რადგან ცოდვაზე, სიკვდილსა და ეშმაკზე გამარჯვებას აღნიშნავს ეს ქორწილი. ღვთისძის ქორწილში ყველა ქმნილებას, რომლებიც მანამ ცოდვაში იყვნენ, შესაძლებლობა ეძლევა დაუბრუნდეს ღმერთს. ღვთისძის ქორწილი ესაა ეკლესია, ესაა მარადიული დღესასწაული სიკვდილსა და ეშმაკზე ღმერთკაცის გამარჯვების გამო. ამ დღესასწაულზე ღმერთკაცი იწვევს ყველას თავისი მსახურების მეშვეობით. ესენი არიან მოციქულები, წინასწარმეტყველები, მოწამეები, მახარებლები, ქადაგებლები, მღვდლები. მაგრამ ყველა წვეული ქმნილება უარს ამბობს მიწვევაზე. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი არ ემსახურებიან შემოქმედს. იესო ქრისტეს კი სურს, რომ მათი მთავარი საზრუნავი და სიხარული იყოს მონაწილეობა მიიღონ ცოდვასა, სიკვდილსა და ეშმაკზე გამარჯვებაში, რადგან სწორედ ეს არის ღვთისძის ქორწინება და ეს არის ცათა სასუფეველი. სამოსელში იგულისხმება ცხოვრებისეული საქმენი, მაგრამ ის, რომ მოწოდებულებმა და სუფთა სამოსით შემოსილებმა მუდამ-მუდამ შეინარჩუნონ იგი ასეთად, დამოკიდებულია თავად მოწოდებულთა მცდელობაზე. მოწოდება ხდება არა დამსახურებით, არამედ მადლით. ამიტომ საჭიროა მადლს შეესაბამებოდეს მორჩილებაც და მიიღებს რა პატივში არ გამოაჩინოს იგი უპატიობად. ამიტომ დიდი სასჯელი ელით დაუდევრებს, რადგან თუ ბიწიერი ცხოვრებისაკენ მიიდრიკები, ამით შეურაცხყოფ ღმერთსაც, როგორც შეურაცხყვეს იგი მათ, ვინც არ მივიდა მასთან. შესვლა უსუფთავო სამოსით ეს ნიშნავს არაწმინდა ცხოვრებასა და მადლის დაკარგვას. ამიტომაცაა ნათქვამი, ხედავ უფალი ადრე კი არაჩენს, არამედ მაშინ, როცა ცოდვის ჩამდენმა თავად განსაჯა თავი. არაფერი გააჩნდა, რა რითაც შეეძლო თავის დაცვა. მან თავად განიკითხა თავი და მიეცა ამ უმკაცრეს სასჯელს. შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგ ბნელსა მას გარესკნელსა. გვესმის რა ბნელსა და წყდიათზე, ნუ იფიქრებ, რომ იგი მხოლოდ ამით დაისაჯა, რომ მოთავსებულ იქნა ბნელ ადგილას. არა, აქ კიდევ იქნება ტირილი და კბილების ხრჭენა, რაც მაჩვენებელია აუტანელი ტანჯვისა. ყველა მიაქციეთ ამას ყურადღება, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობთ და მიწვეულნი ხართ ქორწილში და არაწმინდა საქმეებით ბღალავთ სულს. საიდან ხართ მოწოდებულნი? გახრწნილებიდან. რა იყავით? სულით ბრმანი და კოჭრნი, რაც ხორციელ სიბრმავესა და სიმახინჯეზე უარესია. მიაგეთ კაცთ მოყვარება მომწოდებელს. ნურავინ მოვა უსუფთავო სამოსით, არამედ დაეთითეულმა იზრუნოს თავისი სულის სამოსელზე. ამისთვის თქვენ გჭირდებათ ოქროქსოვილი სამოსელი, რათა შეამკოთ თქვენი სხეული, ისეთი სამოსი, რომელიც შეამკობს თქვენ სულს. მაგრამ ჩვენ გვიჭირს ასეთი სამოსით შემოსვა, ვიდრე ჩვენ ვატარებთ პირველს. შეუძლებელია ვამკობდეთ სულსაც და სხეულსაც, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ერთდროულად ვემსახუროთ მამონასა და ქრისტეს, როგორც საჭიროა, ამიტომ მივატოვოთ ეს მავნე ჩვევა, რომელიც უფლებს ჩვენში. შენ რა თქმა უნდა სულგრძელად ვერ დაითმენდი, თუ კი ვინმე მორთავდა შენ სახლს ოქროს ფარდებით, ხოლო შენ გაიძულებდა თითქმის შიშველი იქ ჯდომას. მაგრამ აი შენ ახლა თავად აკეთებ ამას,
როცა რთავ შენი სულის სამკვიდრებელს ანუ სხეულს ურიცხვის სამოსელით, ხოლო სული წირი პერანგის ამარა მიგიტოვებია. ნუ თუ არ გესმის, რომ სამეფო ხინში მოწოდებულ შენ სულს ეკუთვნოდა შემოსვა და მორთვა ოქროს სამოსით. გინდა მე გაჩვენებ შენ ამგვარად შემოსილებს, საქორწინო სამოსელით მორთულებს. გაიხსენე წმინდანები, ფლასებით შემოსილნი, უდაბნოში მცხოვრებნი, ისინი გამორჩევით ატარებენ საქორწინო სამოსელს. შენ ნახავ, რომ ისინი არ დაგთანხმდებიან პორფირის მიღებას თუ შეაძლევ მათ, მაგრამ როგორც მეფემ ვინმეს რომ მოეთხოვა მისთვის ხატაკის უბრალო სამოსლის ჩაცმა, მოიცილებდა მას ზიზღით, ასევე მოიცილებენ ისინი მეფის სამოსელს და ამას ისინი აკეთებენ არა სხვა რომელიმე მიზეზით, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იციან თავიანთი სამოსლის სილამაზე. ამიტომ სძულთ მათ მდიდრული ტანსაცმელი, როგორც ობობას ქსელი. შენ რომ შეგძლებოდა გაგეღო მათი გულის კარი და დაგენახა მათი სული და მთელი შინაგანი სილამაზე, დავარდებოდი ძირს, ვერ გაუძლებდი იმ სილამაზის ელვარებას, სიკაშკაშეს მათი სამოსლისა და ბრწყინვალებას მათი სინდისისა. ამრიგად თუ ჩვენ შევადარებთ მათ თავს, რითი ვიქნებით ჭიანჭველებზე უკეთესნი? არაფრით, რადგან როგორც ჭიანჭველები ზრუნავენ ქვეყნიურზე, ასევე ვზრუნავთ ჩვენც. და ნეტავ მხოლოდ ამისთვის გვეზრუნა ჩვენ, ვიდრე უფრო უარესზე, რადგან ვზრუნავთ არა მარტო აუცილებლობაზე, როგორც ჭიანჭველები, არამედ ზედმეტზეც. ჭიანჭველები შრომობენ და მათი შრომა უსაყვედუროა, ჩვენ კი ყოველთვის ვშრომობთ მომხვეჭელობისთვის. მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვაყვეს რაითა სიტყვითა საფრხე უგონ მას და მოუვლინეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და რქვეს, მოძღვარ ვიცით რამე თუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ზრუნავ არავისთვის, რამე თუ არა თვალ აღებ პირსა კაცისასა. აწ მარქუ ჩვენ რა იგნებავ შენ? ჯერ არსა მიცემაი ხარკისა კეისრისა, ანუ არა. გულისხმაყო იესო უკეთურებაი მათი და რქვა, რა ისა გამომცდით მე ორგულნო, მიჩვენეთ დრახკანი იგი ხარკისაი. ხოლო მათ მოართვეს მას დრახკანი, რქვა მათ იესო, ვისი არს ხატი ესე, ანუ ზედაწერილი, რქუეს მას კეისრისა. მაშინ რქვა მათ იესო, მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა. და ესმა რაი ესე დაუკვირდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს. კეისარ ავგუსტუსის დროს იუდეა დაიპყრეს რომაელებმა და როდესაც დამპყრობლებმა მთელი დაპყრობილი ქვეყნები აღწერეს, იუდეის სამეფოს დაადეს ხარკი. ამან ხალხში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ზოგი ამბობდა, რომ მათი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის ყველასთან რომაელებს უნდა ებრძოლათ, რის გამოც იუდეველებს უნდა ეხადათ მათთვის ხარკი. ფარისევლები კი თვლიდნენ, რომ ღვთის კანონის შემსრულებელი ერი არ უნდა დამორჩილებოდა ადამიანურ კანონებს. კეისარმა ავგუსტუსმა იუდეის მმართველად დანიშნა ჰეროდე, ანტიპატრას ვაჟი. ჰეროდეს დაევალა გადასახადების აკრეფაც და რომაელების მორჩილების შენარჩუნებაც. ამრიგად ფარისევლებმა თავიანთი მოწაფეები მიუგზავნეს მაცხოვარს ჰეროდელებთან ერთად. ჰეროდელებს ფარისევლები დაცინვით ეძახდნენ ჰეროდეს ჯარისკაცებს, მათ ვინც ხარკს უხდიდნენ რომაელებს. მოძღვარო, ვიცით რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას. მაშ გითხარი, როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? მაამებელი
და მატყუარა კითხვა, რომელიც მოითხოვს სათანადო პასუხს, რომ მეტი შიში გუმართებს უფლის წინაშე, ვიდრე კეისრისა, რომ არ უნდა მივცეთ ხარკი კეისარს. ეს ყველაფერი კი იმ მიზნით, რომ ჰეროდელებს მოესმინათ მაცხოვრისაგან მსგავსი პასუხი და მაშინვე შეეპყროთ, როგორც რომაელების მიმართ შფოთის და ამბოხის აღმძვრელი. მიეცით კეისარს კეისრისა. წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს. როდესაც გესმით მაცხოვრისეს სიტყვები, მასში მოიაზრეთ ის, რომ მისცეთ კეისარს მხოლოდ ის, რაც ზიანს არ მიაყენებს ღვთისმოსაობას. ხოლო ის, რაც ღვთისმოსაობას ეწინააღმდეგება, უკვე აღარ არის კეისრის ხარკი, არამედ ეშმაკის ხარკია. მას დღესა შინა მოუხდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს ვითარმედ, არა არს აღდგომა. ჰკითხეს მას და ეტყოდეს, მოძღვარ მოსე ესრეთ თქვა, უკვე თუ ვინმე მოკოდეს და არა ესვას შვილი, ესიძენ ძმა იმისი ცოლსა მისა და აღუდგინენ თესლი ძმასა თვისა. იყვნენ უკვე ჩვენ შორის 7 ძმანი და პირველმან მან შეირთო და მოკვდა და არა დაშთა თესლი და დაუტევა ცოლი თვისი ძმასა თვისა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშვიდედმდე, ხოლო უკანასკნელ ყოველთასა მოკვდა დედაკაციცა იგი. აწ უკვე აღდგომასა მას, ვისა 7-თა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამე თუ ყოველთა ესვა იგი. მიუგო იესო და რქვა მათ, სცდებით რამე თუ არა იცნით წიგნი, არცა ძალი ღმრთისაი, რამე თუ აღდგომასა მას, არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყვნენ ცათაშინა. ხოლო აღდგომისათვის მკვდართასა არა აღმოგიკითხავს სათქმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყვის, მე ვარ ღმერთი აბრაამისი და ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისი. არა არის ღმერთი მკვდართაი, არამედ ცხოველთაი და ესმა რაიესე ერსა მას დაუკვირდებოდა მოძღვრებაი იგი მისი. ძლივს მოასწრო უფალმა ფარისეველთა ბაგეების დადუმება, რომ მასთან მივიდნენ სადუკევლები. ფარისეველთა მაგალითს უნდა დაეყენებინა ისინი, მაგრამ უტიფრობა ისეთი უსირცხვილოა და განუსჯელი, რომ თავს ესხმის შეუძლებელსაც კი. ამიტომაც მახარებელი მათი უგუნურებით გაკვირვებული მიუთითებს მასზე, როცა ამბობს, იმ დღეს მიადგნენ მას სადუკევლები, რომლებიც განსაკუთრებულ ერესს ავრცელებდნენ იუდეველებში. ისინი ამბობდნენ, რომ არ იქნება აღდგომა, არ არსებობს მომავალი საუკუნო ცხოვრება, არ არსებობენ ანგელოზები, არც ადამიანთა სულები. ქრისტეს სადუკევლები დიდი სიძულვილით უყურებდნენ, როგორც გამოუსვლელ გალილეველს, რომლის მიმართაც მათ არ უნდა გამოეჩინათ დიდი ყურადღება. მაგრამ ახლა უფლის ძლიერმა და მიუკარებელმა პასუხმა ფარისევლების მიმართ გააღვივა მათში შური ღვთაებრივი მასწავლებლის დიდებისადმი. მათ განიზრახეს იესოს დაცინვა. ამასთან ერთად ისინი იმედოვნებდნენ ფარისეველთა სიამაყის დამდაბლებასაც, რომლებიც იყვნენ მათი მუდმივი მოწინააღმდეგენი და მტრები, და ასევე ეგონათ, რომ მათზე მოიწონებდნენ თავს, რისი მიღწევაც ვერ შეძლეს ფარისევლებმა, ამას მიაღწევდნენ სადუკევლები. მოკლედ სადუკევლებმა მიიახლენ რა მაცხოვარს პირდაპირ კი არ დაიწყეს აღდგომაზე საუბარი, არამედ მოიგონეს რაღაც არაკი და იწყეს არარსებულზე ლაპარაკი. ფარისეველთა მსგავსად ისინიც მოჩვენებითი სიმშვიდით მიმართავდნენ. მთელი მათი მოთხრობა გამოგონილი იყო, რადგან მესამე აღარ მოიყვანდა იმ ქალს, ნახარა, რომ 2 ქმარი მოკვდა მასთან.
და თუ მაინც მოიყვანდა მესამე, მეოთხე უკვე აღარაფრით მოისურვებდა ამას, მით უფრო მეხუთე და შემდგომი, იმის შიშით, რომ იგივე ბედი არ სწეოდა მასაც. მსგავსი სიფრთხილე ახასიათებდათ იუდეველებს, რომლებიც ისედაც გაურბოდნენ ასეთ მეუღლეობას იმის მიუხედავად, რომ ამას რჯული ავალდებულებდათ. რატომ მოიგონეს სადუკევლებმა, რომ არა 2 ან 3, არამედ 7 ქმარი ჰყავდა ერთ ქალს? იმიტომ, რომ ასე უფრო მეტად დასცინებდნენ სწავლებას მკვდრეთით აღდგომაზე. ხოლო ფარისეველთა რაი ესმარამე თუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად და ჰკითხა ერთმან მათგანმა ჯულის მოძღვარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღვარ, რომელი მცნებაი უფრო ისარს ჯულსა შინა? ხოლო იესო რქუა მას: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არის დიდი და პირველი მცნებაი. და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველის ჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან. შეკრებულ რაი იყვნენ ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესო და რქვა: ვით არ გონებთ თქვენ ქრისტესთვის, ვისი ძე არს? ხოლო მათ რქვეს დავითისი. რქვა მათ იესო: ვით არ უკვე დავით სულითა ხადის მას უფლად და იტყვის: რქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრე მდის დავსხნე მტერნი შენი ქვეშეფერხდა შენთა. უკვე თუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვით არ ძემისი არს? და ვერ ვის ეძლო სიტყვის მიგებად მისა, არც აღავინი კადრა მიერ დღიდან კითხვად მისა არღარაი. მაცხოვარი სთავაზობს სწავლებას საკუთარ თავზე კითხვის სახით, რათა მისცეს მათ შესაძლებლობა დასკვნად თავად გააკეთონ. უკვე თუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვით არ ძემისი არს? როგორ მოარიგებთ თქვენ იმას, რომ დავითი თავის შვილს უწოდებს თავის უფალს? თუ მესია, როგორც თქვენ ფიქრობთ, უნდა იყოს უბრალო კაცი, დავითის შთამომავალი, და თუ იგი, რომელიც ჯერ არ არსებობდა იმ დროს, როცა დავითი წერდა მასზე, მაშინ როგორ შეიძლებოდა დავითს მისთვის ეწოდებინა თავისი უფალი? და თუ მესია არის დავითის უფალი, თუ იგი უკვე არსებობდა იმ დროს, როცა ცხოვრობდა დავითი, მაშინ იგი საიდან იქნებოდა მისი შთამომავალი? არ არის განაცხადი, რომ მესია როგორც ადამიანი არის შვილი, ანუ შთამომავალი დავითისა, ხოლო როგორც ღმერთი, როგორც ღვთის განხორციელებული ძე, არის დავითის უფალიც. უწოდებს რა მესიას უფალს, დავითი აჩვენებს, რომ მისი ტომიდან გამოსული ქრისტე არის მეუფე და უფალი, ანუ ჭეშმარიტად ძე ღვთისა და ღმერთი. ხოლო როცა ამბობს დასჯედ მარჯვენით ჩემსა, მიუთითებს მის ადამიანურობაზე, რადგან ძე ღვთისა, როგორც ღმერთი, საუკუნეებიდან მოყოლებული თანამოსაყდრე და თანაარსია მამა ღმერთისა, ხოლო როგორც ადამიანი თავისი ამაღლებით დაჯდა იგი მარჯვენით სიმდიდრესა მისა მაღალთა შინა. როცა მისმა ადამიანობა მიიღო იგივე შეუცვლელი და გამოუთქმელი დიდება, როგორიც ჰქონდა მის ღმრთეებას უწინარეს საუკუნეთა. განაჩვენი მხსნელი არ ევედრებოდა თავის მამასა და ღმერთს ვნების წინ: აწმადიდე მე მამაო თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქვს უნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა.